საქართველო არის ერთგვარი გენეტიკური აკვანი, სადაც 1000 წლეულების განმავლობაში სხვადასხვა ცივილიზაციის ნაკადები ერთმანეთს ხვდებოდა და ერთ მთლიანობად იკვრებოდა. გენეტიკური კვლევებით ვიგებთ, რომ ჩვენი მოსახლეობის დნმ-ის 60% სწორედ ის უძველესი ფუნდამენტური ქართული ფესვია, რომელიც ამ მიწაზე ცივილიზაციის გაჩენიდან არსებობს. დანარჩენი 40% კი იმ სტუმრების, მტრების, მოკავშირეებისა თუ მეზობელი ხალხების მემკვიდრეობაა, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ჩვენს გარემოში აირივნენ. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ უცხოური გენეტიკის მქონე ხალხის უმეტესობა საქართველოში მანამ დამკვიდრდა, სანამ საერთოდ გვარების სისტემა ჩამოყალიბდებოდა. სწორედ ამიტომ დღეს კაცმა არ იცის ტიპური ქართული გვარის მიღმა ვისი სისხლის შქებს. შესაძლოა თქვენი წინაპარი 800 წლის წინ ჩამოსახლებული ყივჩაღი იყოს, ან 2000 წლის წინათ შემოსული ებრაელი ბერძენი, სომეხი თუ ალანი. დასავლეთ საქართველოში, კოლხეთში, ზღვიდან და მთიდან მუდმივად შემოდიოდნენ ბერძნები, ურარტუელები, ალანები და ვიკინგებიც კი. მოგვიანებით მათ შეუერთდნენ ოსმალეთიდან დევნილი სომხები. აღმოსავლეთ საქართველოში, იბერიაში, აბრეშუმის გზას მოჰყვებოდნენ სპარსელები, არაბები, ებრაელები, ქურთები და რა თქმა უნდა ურიცხვი ყივჩაღი. ჩრდილოეთსა და სამხრეთში სვანეთი და მესხეთი, ეს ყველაფერი ერთმანეთში ირეოდა. აქ შემოდიოდნენ როგორც მეზობელი მთიელი ტომები, ისე სამხრეთიდან წამოსული უძველესი ურარტუელები და მცირე აზიელები. განსაკუთრებული შემთხვევაა ყივჩაღების ისტორია. დავით აღმაშენებელმა 40,000 ოჯახი ჩამოასახლა. ისინი, ვინც საქართველოში დარჩნენ, გაქრისტიანდნენ, ქართული გვარები მიიღეს და დღეს მათი შთამომავლები ჩვეულებრივი ქართველები არიან. საინტერესოა, რომ მათი ღვიძლი ნათესავები, ვინც ჩრდილოეთ კავკასიაში დარჩნენ, დღესაც ყარაჩაელებად, ნოღაელებად და კუმიკებად იწოდებიან. ისინი დღესაც ყივჩაღურ ენაზე საუბრობენ. ჩვენ კი ყივჩაღები გავაქართველეთ და ჩვენს გენოფონდს შევუერთეთ. საბოლოო ჯამში საქართველო იქცა ერთგვარ კულტურულ და ბიოლოგიურ მაგნიტად, რომელმაც აიღო ეს 40%-იანი ჭრელი გენეტიკა ვიკინგური სიმკაცრიდან დაწყებული, სპარსული თუ სემიტური გავლენებით დამთავრებული და ყველაფერი 60%-იან მყარ ქართულ საზირკველზე დააშენა. ეს პროცესი არ ყოფილა მხოლოდ გენეტიკური შერევა. ეს იყო უცხოური ენერგიის გარდაქმნა ქართულ ცნობიერებად. როდესაც შუა საუკუნეებში გვარების ჩამოყალიბება დასრულდა, ამან საბოლოოდ დალუქა ეს პროცესი. თუ კი ადამიანმა მიიღო ქართული გვარი, ის გახდა ამ დიდი ისტორიის თანამონაწილე და სულაც არ ჰქონდა მნიშვნელობა მისი დიდი პაპა ბიზანტიელი მეზღვაური იყო, ყივჩაღი მეომარი თუ ურარტუელი არქიტექტორი. ჩვენმა წინაპრებმა შეძლეს ის, რაც ბევრმა დიდმა იმპერიამ ვერ შეძლო. მათ არ მისცეს უცხოურ ნაკადებს ადგილობრივი იდენტობის წალეკვის საშუალება და პირიქით შეითვისეს ისინი. გააძლიერეს გენოფონდი და აქციეს იმად, რასაც დღეს სიამაყედ უწოდებთ ქართველობას. დღეს, როდესაც დნმ ტესტს ვიკეთებთ და იქ უცნაურ პროცენტებს ვხედავთ, უნდა გვახსოვდეს, ეს პროცენტები კი არ გვაშორებს ჩვენს ფესვებს, არამედ გვიჩვენებს, რამდენად ღრმა და მასშტაბურია ის გზა, რომელიც ჩვენმა ერმა გამოიარა, სანამ დღევანდელ სახეს მიიღებდა. ეს ყველაფერი კი ერთ უმთავრეს ჭეშმარიტებამდე მიგვიყვანს. ჩვენი ძალა სწორედ ამ მრავალფეროვან ერთიანობაშია. საქართველომ შეძლო სხვადასხვა კუთხიდან მოსული ენერგია ერთ მძლავრ ქართულ მუჭად შეეკრა. ჩვენი წარსული გვიჩვენებს, რომ ქართველობა არა მხოლოდ სისხლი, არამედ ცოცხალი და დაუმარცხებელი სულია, რომელიც ნებისმიერ ნაკადს მშობლიურად აქცევს. ჩვენი მრავალფეროვნება ჩვენი ნიჭიერების წყაროა. ჩვენ ვართ ერი, რომელმაც საკუთარ თავში მთელი სამყარო დაიტია და მაინც ყველაზე უნიკალური ქართული სახე შეინარჩუნა. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ.